მოგესალმებით დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, მოგიკითხათ ყველას. მოდი გავაკეთოთ მაისისთვის განხილვა, საჯარო გაშლა. დასტებით წინასწარ მოვამზადე და დავალაგე. ამ დასტით მინდა ვკითხოთ, როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? ან უფრო რომ მიხვდეთ, ზე არის თუ არა ეს გაშლა. ამ დასტას მინდა ვკითხოთ მაისისთვის მთავარი ენერგიები, როგორ ენერგიებში იქნებით მაისის თვეში. როგორ ენერგიებში იქნებით მაისის თვეში. თუ დამჭირდება, მე დავამატებ. ეს იყოს სწავლა, კარიერა, სამსახური, ვისაც რა გაქვთ, როგორი იქნება თქვენთვის მაისის თვე კარიერული კუთხით. ამ დასტას ვკითხოთ თქვენი ფინანსები, როგორი იქნება მაისის თვეში. რა ენერგიებში შეხვართ. ამ დასტას ვკითხოთ პირადი ურთიერთობა. რა გელოდებათ პირად ურთიერთობაში მაისის თვეში. დავიწყოთ. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? ზოგიერთი, ცუდ ენერგიებში ნამდვილად არ ხართ, კარგ ენერგიებში ხართ, კარგად გრძნობთ თავს, მზიანი დღეები გაქვთ, ძალიან კარგი. ზოგზე შესაძლებელია იმოქმედა გაზაფხულმა და განწყობა გემართათ. ზოგიერთი რაღაცნაირად შესაძლებელია წარსულზე ფიქრი და თითქოს ემოციურად მაინც რაღაცნაირად უკმაყოფილებას გრძნობდეთ. თითქოს უფრო მეტად ვიტყოდი, რომ უფრო მოლოდინი გაქვთ, უფრო მეტის. რაღაცნაირად უფრო მეტს ელოდებით, თუნდაც პირად ურთიერთობაში, ან ისე ელოდებით ემოციურად კმაყოფილებას, სისავსეს და რაღაცნაირად გამარჯვება გინდათ რომ იზეიმოთ, წარმატება გინდათ რომ იზეიმოთ. ზოგიერთი შეიძლება იყოს ესეთ ენერგიაში, რომ რაღაც საქმე, რაც თქვენ ჩაფიქრებული გქონდათ და გინდოდათ რომ გამოსულიყო, ეს საქმე გამოვიდა და თქვენ ამას აღნიშნავთ, ზეიმობთ. შესაძლებელია ეს ეხებოდეს პირად ურთიერთობასაც, სიყვარულს რა. შესაძლებელია ეს ეხებოდეს კარიერული კუთხითაც, ეხებოდეს სამსახურსაც, ნებისმიერ საკითხს, ანუ ენერგიებით ძალიან კარგად გრძნობთ თავს, მინდა გითხრათ. რაც ნერვიულობა და პრობლემები იყო თქვენს ცხოვრებაში, უკვე თითქოს რაღაცნაირად შეიძლება კი არსად არ წასულა ეს სიტუაცია, მაგრამ უბრალოდ ბევრ რამეზე დაფიქრდით, როგორც თქვა, თასების დედოფალი, მზის ენერგიებში ხართ, ასევე გვერდხების ოთხიანი, ძალიან კარგ ენერგიებში და კარგად გრძნობთ. ვინც ეხლა ამ საჯარო გაშლას უსმენთ და თუ თქვენ რაღაცაზე ძალიან ისე ნერვიულობთ და პრობლემები გაქვთ და არ იცით საით წახვიდეთ და რა გააკეთოთ, რა ვიცი, არ მგონია რომ ეს თქვენი გაშლა იყო იმიტომ თუ ესახეთ მაშინ უკვე გამოვლილი გაქვთ ეს სიტუაცია და ეხლა უკვე თქვენ ცხოვრებაში რაღაცნაირად ენერგიები იცვლება თქვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ და უფრო კარგად გრძნობთ ხალისიანად, თითქოს გინდათ რომ რაღაცნაირად გახარებული იყოთ, კმაყოფილი იყოთ. ზოგიერთი რაღაცნაირად ეგოისტურად საკუთარ თავზეც კი ფიქრობს, რომ ეხლა მე უნდა ვიყო კარგად, რატომღაც ეს სიტყვა მოვიდა. მოდი ვნახოთ მაისის თვეში როგორ ენერგიებში იქნებით. მაისის თვეში თქვენ იქნებით, იცით როგორ ენერგიაში. გამოვიდა, პენტაკლების მეფე.
სტაბილური ფინანსური შემოსავალი გექნებათ. ის ვინც ელოდებოდით ფინანსურ შემოსავალს აუცილებლად მიიღებთ და კმაყოფილი იქნებით. რისთვისაც გჭირდებოდათ თანხები და უშუალოდ ეს იყო სწავლა, პირადი ურთიერთობა ოჯახისთვის და ასე შემდეგ, თქვენ ამას მიიღებთ და კმაყოფილი იქნებით. თითქოს გაძლიერდებით უფრო მეტი სიმტკიცე მოვა. ზოგიერთი შესაძლებელია, პირადი დანიშნულების გზაზეც კი გავიდეს. თუ აქამდე თითქოს რაღაცნაირად კვერთხებისათიანი თითქოს აქამდე მარტო გრძნობდით თავს, შესაძლებელია მიდიოდით თქვენს გზაზე და თქვენს ტვირთს მხრებზე თვითონ თქვენ მიათრევდით და თითქოს მარტო გრძნობდით თავს, არავინ არ იყო ისეთი, ვინც თქვენ დაგეხმარებოდათ და გვერდით დაგიდგებოდათ, თქვენ გასავლელ გზას სხვა ვერ გაივლით და თქვენ მიხვდებით, რომ ძალას მოიკრიბავთ და როგორ გითხრათ იცით, გაძლიერებული, უფრო ძლიერი ვიდრე აქამდე იყავით, უფრო სხვა შეხედულებები გექნებათ, სხვანაირად დააფასებთ ცხოვრებას და ზოგიერთი მართლა ისეთ საქმეს აირჩევს, რაც თქვენ პირადი დანიშნულების გზაზე გაგიყვანთ რა. და ასევე იმპერატორი, მოდი ამასაც გაჩვენებ. ძლიერი ჭკვიანი ადამიანი. ცოტა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. იმპერატორი, მე ყველაფერი ვიცი, მე ყველაფერი შემიძლია, მე ყველაფრის მმართველი ვარ და ასე შემდეგ. თუ კიდევ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ხელში აიღებთ სადავეებს რა, თქვენ მართალ შესაძლებელია, ეს ეხებოდეს პირად ურთიერთობას. შეიძლება თქვენ მიიღოთ რაღაც გადაწყვეტილება, რაც კარი იქნება და სამომავლოდ კარგ შედეგზე გაგიყვანთ. ასევე ნებისმიერი საკითხი რაც არ უნდა იყოს, ძლიერ ენერგიებში იქნებით კმაყოფილად და კარგად იგრძნობთ თავს, ასევე კარგი ფინანსური შემოსავალიც გექნებათ. მოდი ვნახოთ. აქ რაზე ნერვიულობთ. ნახეთ, თუ აქ როგორი სიტუაცია ახლა, ნახეთ, სულიერად თითქოს რაღაცნაირად დაიღალეთ. გულის სიღრმეში, იმ ტკივილი და ნერვიულობა, ჩვენ გკითხეთ ახლა ეს რაც ეხება სწავლას, სამსახურს, შესაძლებელია თქვენ გქონდეთ ისეთი სამსახური, სადაც ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავთ, ძალიან იღლებით. ზოგჯერ შესაძლებელია წასვლაც კი გინდოდეთ ამ სამსახურიდან, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ვერ ტოვებთ და ვერ მიდიხართ. თუ ეს ეხება ბიზნეს ან კლიენტებთან მუშაობას, მაშინ თქვენ ძალიან გადაიღალეთ, გინდათ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ისე არ არის, როგორც თქვენ გჭირდებათ და როგორც თქვენ გინდათ. თუ ეს ეხება სწავლას და ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ შესაძლებელია ფიქრი გქონდეთ ესეთი, რომ დაუშვათ ეს რაღაცა რომ ვისწავლო, რას მომიტანს შემდეგში, ემოციურად კმაყოფილი იქნებით თუ არა, ფინანსური შემოსავალი გექნებათ თუ არა, შესაძლებელია თქვენ ამაზე ძალიან ბევრი ფიქრი გქონდეთ და გაწუხებდეთ. ზოგიერთი იცით როგორ იქნება, თუ თქვენ მუშაობდით კლიენტებთან და არ იყიდებოდა დაუშვათ ის საქმე ან ის ნივთები, რასაც თქვენ როგორ თქვა, რასაც თქვენ საქმიანობთ რა, ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს მაღაზია, დასაცლის ბიზნესი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. თითქოს რაღაცნაირად გამხვალთ რა ამ სიტუაციიდან. მოდი დავამატებ ამ არკანებს, მოდი მას დავამატებ. რატომ ნერვიულობ ასე ძალიან? ნახეთ როგორ რაღაც არის. ნერვიულობთ. შესაძლებელია კი იყო სირთულეები, მაგრამ ამაზე ძალიან ბევრსაც მოიფიქრებთ. იყავით ლაღი, თავისუფალი, თითქოს თუ ახალი საქმის დაწყება გინდათ, ან ახალი რაღაცის შესწავლა გინდათ, აუცილებლად მიიღეთ გადაწყვეტილება და გადადგეთ ეს ნაბიჯი. აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი, თითქოს მეტი გეუბნებათ, რომ სწორ გზაზე მიდიხართ, სწორად იქცევით და ნერვიულობთ და ძალიან ბევრ ფიქრს და გონებას მოურთავთ რა ამ საკითხში. მიენდეთ ღმერთს, მიენდეთ ბედს, მიენდეთ სამყაროს. თითქოს
ბედის ბორბალი, აი ბედს უნდა მიენდოთ რა, ყველაფერი კარგად იქნება, აი რაც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ და ძალიან გინდათ რომ აგისრულდეთ. ზოგიერთ შესაძლებელია სამსახურსაც კი ეძებდა და ამაზე ქონდა ნერვიულობა. თქვენც ნახავთ თქვენ სასურველ სამსახურს, აი თითქოს სხვადასხვა ვარიანტებიც კი იქნება და არჩევანის საშუალება მოგეცემათ და თქვენ ისეთ პოზიციას აირჩევთ, რაც აი თითქოს ასე უნდა ყოფილიყო, ასე უნდა აგერჩიათ, ანუ ბედით ასე უნდა ყოფილიყო და თქვენ ეს კმაყოფილებას და ბედნიერებას მოგიტანთ. მოდი ვნახოთ ფინანსური შემოსავალი. ფინანსური შემოსავალი. თქვენ შესაძლებელია ცოტა გული დაგწყდეთ რაღაცეებზე, ცოტა ინერვიულოთ, ცოტა უმნიშვნელოდ რა ძალიან ისეც არა, მაგრამ ანუ ბედი გეუბნებათ ესეთ რაღაცას, ნახე, აქაც ბედის ბორბალი ამოვიდა, ფორტუნა, იცით რას გეუბნებათ ბედი, ანუ ის ნერვიულობა და დარდი, რაც თქვენ გულში გაქვთ და არ გაძლევთ საშუალებას, რომ თავის სრულყოფილად და ბოლომდე კარგად იგრძნოთ, აი თითქოს რაღაცნაირად ბედს არ ენდობით, აი რატომღაც ზოგჯერ შესაძლებელია კი თქვათ, რომ კი როგორ არა მე ვენდობი სამყაროს და მე ამჯერა ღმერთის, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს მაინც ორჭოფოდ შეიძლება გამოგივათ რაღაცა კითხი, თუ არ გამოგივათ, მოგივათ ეს ფინანსური შემოსავალი, იმდენი რამდენიც თქვენ გჭირდებათ, თუ არ მოგივათ, აი ზოგიერთ შესაძლებელია ძალიან გიჭირდეთ თქვენი ცოდნის გაცემა და ეს ძალიან გაწუხებდეთ, ძალიან ბევრი ფიქრი გქონდეთ ამაზე, სად წავიდე, რა გავაკეთო და ასე შემდეგ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, თუ თქვენ გაქვთ სამსახური და არ არის თქვენთვის ის ფინანსური შემოსავალი, რასაც იღებთ საკმარისი, შესაძლებელია კიდე ფიქრი გქონდეთ იმაზე, რომ აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო, კიდე სადო ჩემი ბედი და ასე შემდეგ. დავამატებ კიდევ. კიდევ როგორი იქნება მაისისთვის ფინანსური შემოსავალი. მაისის თვეში, ანუ აქ ამოვიდა მეცხრე განდეგილის არკანი. ანუ ეს რას ნიშნავს, იცი? ზოგიერთ შესაძლებელია ძალიან ბევრი ცოდნა გაქვთ დაგროვილი და ვერ გასცემთ და ეს გაწუხებთ და ეს ფინანსური, ანუ თქვენ ფინანსური ნაკადის გახსნასაც ხელს უშლის რა. ასევე ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მოიგებოთ რა ნებისმიერ საქმეში, რასაც არ უნდა საქმიანობდეთ, ეს ეხება ბიზნესს თუ ნებისმიერი რამე, რაც არ უნდა იყავით გულწრფელები და თქვენ ყოველთვის მოგეცემათ არჩევანის საშუალება. კიდევ ფინანსური შემოსავალიც გაგემყარდებათ აუცილებლად. და პირად ურთიერთობაში. პირად ურთიერთობაში თქვენ შესაძლებელია ცოტა გაურკვეველი სიტუაცია გქონდეთ. ჩვენ გკითხეთ, ანუ მაისზე მომავალ ერთ თვეზე რა. და აიცით, შეიძლება იყოთ როგორ ენერგიაში, იცით, გაგიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, აი თითქოს ძალიან ბევრი ფიქრი, ქაოტური ფიქრები გაწუხებდეთ, აი როგორ გითხრათ, იცი, რა გააკეთოთ, სად წახვიდეთ, დარჩეთ ამ ურთიერთობაში და შეინარჩუნოთ ეს ურთიერთობა თუ წახვიდეთ ამ ურთიერთობიდან. აი რაღაცნაირად მაინც თითქოს ორი ვარიანტი გაქვთ, აი თითქოს თვალები გაქვთ ახვეული და გამოსავალს ვერ ხედავთ ზოგჯერ. აი მაგრამ თუ ესეთ სიტუაციაში ხართ პირად ურთიერთობაში, ან იქნებით, არ შეგეშინდეთ, აუცილებლად გამოყვათ ამ მდგომარეობიდან და აი თქვენ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება სწორი და ანუ სწორი მიმართულებით. ანუ თქვენ ინტუიციას მიენდეთ, თქვენ გულს მიენდეთ და აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებთ და სწორი გზით წახვათ. აი ზოგიერთ შესაძლებელია ყველანაირი პრობლემა და ყველანაირი დარდი, რაც აქამდე ჰქონდა მას პირად ურთიერთობაში, აღარ ინერვიულებს, განახლდება და თავისი გზით წავა. თითქოს აი გზაზე, რაც არ უნდა შეხვედროდა მას, ის სირთულეების, დაბრკოლებების, რაც ის ტკივილი და ნერვიულობა, რაც მას გამოვლილი აქვს, აი მასზე აღარ მოახდენს გავლენას, აღარაფრის აღარ შეეშინდება, ახალ გზას აირჩევს, ახალი მიმართულებით და აი რაღაცნაირად დამშვიდდება და მიხვდება, რომ ცხოვრება წინ აქვს და ყველაფერი კარგად იქნება. აი, დავამატებ.
კიდე რა სიახლეები შემოვა მეთქი მაისის თვეში პირად ურთიერთობაში. მაისის თვეში პირად ურთიერთობაში ზოგიერთთან შესაძლებელია დაბრუნდეს თქვენი ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებით და აი შეიძლება უკვე ითქვას, რომ აი ძალიან დაგხალათ ამ ადამიანის ლოდი მოვიდა წავიდა, აი რაღაც თითქოს არასტაბილურად, აი რაღაცა აი ბავშვურად თითქოს არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორც თქვენ გინდათ და როგორც თქვენ გჭირდებათ. აი თქვენ კი ელოდებით აი რაღაცნაირად აი თითქოს გაშლილი ხელებით, აი მთელი გულით ელოდებით, რომ მოვიდეს თქვენთან და ბოლოს და ბოლოს მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გააკეთოს რაღაცა თქვენი გულისთვის და აი საბოლოოდ აი როგორ იქნება, იცი? აი თქვენ აი უფრო თქვენ რა მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, ზოგიერთთან შესაძლებელია დაბრუნდეს, იმიტომ რომ აქ მაგის არკანია და მოდი განახეთ როგორია აქ მაგის არკანი. აი სულ სხვა ენერგია და აი თუ თქვენ რაღაცნაირად აი თითქოს როგორ სიტყვები მომდის იცი, თქვა და არც მინდა რომ თქვა, აი რაღაცნაირად თქვენ იმდენად გიყვარს ადამიანი, აი თითქოს გინდათ რომ თქვენზე მიჯაჭვული იყოს, აი თითქოს აი რაღაცნაირად თქვენზე გინდათ რომ დამოკიდებული იყოს, აი თითქოს ადამიანს რო მეცნიერო სიტყვებზე მომიტევეთ, მაგრამ აი ადამიანს რო გამოიძახებთ, თითქოს არ უშვებთ, გინდათ რომ თქვენზე იყოს მიჯაჭვული. აი თუ ესეთ რაღაცებს ფიქრობთ ან აპირებთ, ზოგჯერ მეც წერენ ხოლმე ანუ პირადში რა შეტყობინების სახითაც რომ თუ ვაკეთებ მაგიას ან რამე ისეც რომ მამაკაცი დავაბრუნო ან ქალი ზოგჯერ ესეც ყოფილა მაგრამ აი მინდა გითხრათ რომ ეს არ არის კარგი ჯერ ერთი აიღეთ იმიტომ რომ ანუ ეს ძალიან დიდი ცოდვა და არ შეიძლება ნახეთ თუ ადამიანს არ უყვარხარ აი უბრალოდ გითხრათ თქვენ ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და ვინცაც გეხებათ რა მიხვდებით ახლა ყველას რა თქმა უნდა არა ხო აი წარმოიდგინეთ რომ ადამიანს არ უყვარხარ და თქვენთან არ უნდა ყოფნა. ესეთი ადამიანი ძალით მოყვანილი რადგინდათ. ადრე თუ გვიან ხო მაინც წავა ის თავის გზაზე. აი თქვენ კიდე აი როგორ გითხრა დროს დაკარგავთ აი ზედმეტად როგორ გითხრა გასცემთ თქვენ ენერგიას და ზედმეტად დაიღლებით რა. გაუშვით როცა ადამიანს აღარ უყვარხართ და როცა ადამიანს აღარ უნდა თქვენთან ყოფნა. ნუ ჩაეციკლებით და ნუ ეცდებით აი მაგიური ზეგავლენით რომ გამოიძახოთ ადამიანი, გამოიყვანოთ კონტაქტზე და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცები არ გააკეთოთ. ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ანუ წარმოიდგინეთ რომ ანუ თქვენი სული ამისთვის დაირჩება და გეხვეწები აი მითხარით რომელი მამაკაცი ან რომელი ქალბატონი გიღირთ იმას რომ თქვენი სული დაიტანჯოთ და თავისუფლება ვერ ნახოთ. აი ეს ყველაფერი ხო დროებითია რა. აი სამყარო ისეთი ლამაზია, ისეთი მშვენიერია. აი იქნებ სულაც რომ გაუშვებთ ამ ადამიანს, თქვენი ბედის ადამიანს შეხვდეთ და თქვენ ამით იკავებთ ძველს, არ უშვებთ და ახალი ადამიანი არ შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აი რა ვიცი რა გითხრათ რა, ვინც ესეთი ფიქრები გაქვთ და გინდათ რომ აი თუ გინდა ქმარი იყოს, თუ გინდა შეყვარებული ან პარტნიორი, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? აი ნუ გააკეთეთ ამას, აი ჩემი ძალიან დიდი თხოვნა რა. მე მესმის თქვენით, აი ძალიან კარგად მესმის, როგორი შეიძლება იყოს აი რანაირად გითხრათ რა. დამიჯერეთ ძალიან კარგად მესმის თქვენი როგორია გამოვა სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ არ არსებობს ესეთი რაღაცა აუცილებლად გაივლის, აუცილებლად დამთავრდება ის ტკივილიც, ის ნერვიულობაც, ის დარდიც და თუ ადამიანს უყვარხარ აუცილებლად დაბრუნდება და აუცილებლად იზრუნებს თქვენზე და თუ ადამიანს არ უყვარხართ ძალით ნუ დააბრუნებთ და აი ესეთ ზეგავლენას მოეცდებით ადამიანზე ძალიან გთხოვთ რა. ასევე ტრანსფორმაცია იქნება თქვენს ცხოვრებაში, აი რაღაცნაირად თითქოს თქვენი ცხოვრება განულდება, ახალი გზით წახვათ და აი ყველაფერს, აი რაც აი კიდე უბრალოდ შეხედეთ არკანს. აი ყველაფერს, რაც თქვენს ცხოვრებაში ნერვიულობა იყო, დარდი იყო, ყველაფერს უკან დატოვებთ და თქვენი გზით წახვათ რა. აი განთავისუფლდებით ამ ტვირთვისგან. აი რასაც მე თქვენი მთელი გულით გისურვებთ.